შავი ზღვის კაბელის თემით ვრჩებით ეთერში, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი და რას ნიშნავს ერთი შეხედვით ეს მიმზიდველი სტატუსი საქართველოსთვის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ და როგორია პერსპექტივები. ახლა უკვე ამ თემაზე სტუმართან ერთად განვაგრძობთ საუბარს. ჩვენი სტუმარია საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე. ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება. დილამშვიდობისა მაია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დილამშვიდობისა სოფო, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესო თემას უნდა შევეხოთ. ძალიან დიდი ხანია შავი ზღვის კაბელი არის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი. დავიწყოთ მაინც მნიშვნელობით. მე ძალიან მოკლე მინიშნება გავაკეთე, მაგრამ ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი შეფასება. რას ნიშნავს, რა შესაძლებლობებს ქმნის ამ სტატუსის მინიჭება შავი ზღვის კაბელის პროექტისთვის? ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა ეძლევა ჩვენს ქვეყანას, ეს ფაქტია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს ენერგოუსაფრთხოება არის ნომერ პრიორიტეტი, პირველ ადგილზე მყოფი. შეიძლება ითქვას გამოწვევაც და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნისთვის გამომდინარე იქედან, რომ გვაქვს ძალიან საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა, გავხდით მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირისთვის და სოფო ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმის შესახებ, რომ საქართველოს არ აქვს რეალურად სახმელეთო და ზოგადად ფიზიკური კავშირი ევროპასთან და ეს იქნება სწორედად ის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც პირდაპირ დავუკავშირდებით ევროპას და ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყნის, რაც გახლავთ ენერგოდამოუკიდებლობა, სწორედ ერთ-ერთი არაბუნებრივია, ერთადერთი კომპონენტი გახლავთ სწორედად შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობა. მე ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის წმინდა ქართული პროექტი, რომლის იდეაც დაიბადა 2016 წელს და ეს იდეა მიტანილი იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მოწონებულ იქნა და მას შემდეგ მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოლაპარაკებები. თქვენ ახსენეთ, რომ საქართველო ამით დაუკავშირდება ბუნებრივია რუმინეთს, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ რუმინეთი, არამედ უნგრეთი და კიდევ ბევრი ქვეყანა არის აქტიურად დაინტერესებული იმით, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი რაც შეიძლება სწრაფად აშენდეს. რეალურად ჩვენ ველოდებით, რომ დაახლოებით 2030 წლისთვის მივალთ ბოლოში უკვე ამ კაბელის მშენებლობის და 2032 წელს აუცილებლად გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც არის ელექტროენერგიის ექსპორტი. აქ მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან აქტიური მუშაობა გვმართებს ჩვენ ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ განახლებადი ენერგოწყაროებისგან ვაწარმოოთ ელექტროენერგია, ვინაიდან ის პროდუქტი, თუნდაც გაძვირებული დღეს უკვე რაც ღირს ჩვენს ქვეყანაში და რასაც ელექტროენერგიას ვუწოდებთ, ევროპულ სამყაროში 3-ჯერ, 4-ჯერ და 5-ჯერ უფრო ძვირია. რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება შესაძლებლობა ერთის მხრივ ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების, მეორეს მხრივ ენერგოდამოუკიდებლობის, მესამეს მხრივ მატერიალური დოვლათის მიღების და მეოთხეს მხრივ მსგავსი უნიკალური პროექტი ჯერ მსოფლიოში არ არსებობს და პირველები ვიქნებით სწორედად ჩვენ ქართველები. ქალბატონო მაია, ასევე ძალიან საინტერესოა, ხო ევროპის მხრიდანაც შევხედოთ, თქვენც აღნიშნეთ, რომ რა თქმა უნდა, რუმინეთი მხოლოდ პირველი მიმღები ქვეყანა იქნება და შემდეგ მოხდება ამ ელექტროენერგიის ექსპორტირებული ელექტროენერგიის გადაცემა ევროპის სხვა ქვეყნებზეც. ევროპისთვის თქვენ თქვით ძალიან საინტერესო ფრაზა, რომ ევროპისთვის საქართველო უფრო და უფრო მნიშვნელოვანი რომ ხდება და ფიზიკური კავშირის შესაძლებლობას იძლევა სწორედ ეს პროექტი. კიდევ კარგად რომ განვუმარტოთ ჩვენს მაყურებელს ამ კონკრეტული პროექტით ევროპა რას მიიღებს, გასაგებია ელექტროენერგიას, მაგრამ ამ ელექტროენერგიის მიღებული ელექტროენერგიის უკან რა დგას მაგალითად ენერგოუსაფრთხოება, ენერგოდივერსიფიცირება თუ რა ის რომ ჩავშალოთ ეს თემა. აუცილებლად ფაქტია ის, რომ ევროპა ამ ეტაპზე განიცდის დეფიციტს ელექტროენერგიისას და ბუნებრივი არის, რომ ცდილობს მაქსიმალურად მოახდინოს დივერსიფიკაცია. აქ ხაზგასასმელი არის ჩვენი მაყურებლისთვის ის ფაქტი, რომ ევროპა ითხოვს განახლებადი ენერგოწყაროებისგან წარმოებულ პროდუქტს და არატრადიციული წყაროებისგან. აქ საუბარი არის მზეზე, ქარზე, ჰიდროზე, ანუ წყალზე და ჩვენი ქვეყანა უნიკალური ქვეყანაა სწორედ იმით, რომ მდიდარია ამ ენერგოწყაროებით. შეგვიძლია რა ვაწარმოოთ ეს პროდუქტი, ბუნებრივია ევროპა განიცდის რა დეფიციტს და ბუნებრივია ყველა ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ ეკონომიკის
საფუძველი გახლავთ ის, რომ პროდუქტი, როდესაც დეფიციტურია, მასზე რა თქმა უნდა ფასი იზრდება. თქვენ ძალიან კარგად შეამჩნევთ, შექმნილი აი ამ გეოპოლიტიკური და ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე ნავთობზე და არა მხოლოდ სხვადასხვა ენერგომატარებლებზე ფასებმა დაიწყო საკმაოდ მყისიერი და სერიოზული ზრდა. ჩვენ კი აი ამ დროს გვეძლევა სწორედაც რომ შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ მზისგან, ქარისგან, წყლისგან ბიომასისგან ვაწარმოოთ ელექტროენერგია, გავხდეთ თვითკმარი ქვეყანა და რა თქმა უნდა მოვახდინოთ მისი ექსპორტი ევროპაში. ამის რესურსი რამდენად არის ინფრასტრუქტურული რესურსი? ქალბატონ მაია, აი რამდენი უნდა ვაწარმოოთ, რომ თვითკმარი გავხდეთ და შემდეგ უკვე ექსპორტზე გავიტანოთ 500 მილიონიან ბაზარზე, ხო? ძალიან დიდ მასშტაბებზე არის საუბარი. რა ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ამისთვის მზად? ერთის მხრივ თქვენ კი აღნიშნეთ, რომ განახლებადი ენერგია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია არის ის რისი ექსპორტიც უნდა მოხდეს, მაგრამ ქვეყანა შეძლებს თუ არა იმ რაოდენობის ელექტროენერგიის წარმოებას, რომ თვითკმარიც იყოს და გაიტანოს ექსპორტზეც. ძალიან დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი კითხვა. მე აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება იმ სტრატეგიაზე, რომელიც ქვეყანამ ჩამოაყალიბა. რეალურად ჩვენი ქვეყნის მოხმარება დადგმული სიმძლავრე გახლავთ დაახლოებით 4700 მეგავატი. სტრატეგიული თვალსაზრისით სახელმწიფოს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში კიდევ დამატებით 4000 მეგავატი შეზძინოს ჩვენს დადგმულ სიმძლავრეს. აქედან 1000 იქნება ჰიდრო, 1300 იქნება ქარი, 1700 იქნება მზე. შესაბამისად, აი ამ სტრატეგიის მიხედვით, შემდეგი 5 წლის განმავლობაში დაგვემატება უკვე 4000 მეგავატი, რაც რეალურად გააორმაგებს. უბრალოდ აქ ჩვენ გამოწვევა გვაქვს გადამცემ ქსელებთან დაკავშირებით, ყველა ძალიან კარგად მოგეხსენებათ, ამ ეტაპისთვის ძალიან აქტიური მუშაობა უნდა დაიწყოს და სწორედ ინვესტიციების შეთანხმებაც მოხდა ამ მიზეზით, რომ გამოსწორდეს ჩვენი ინფრასტრუქტურა, როგორც ქვეყნის შიგნით, ამასთანავე ბუნებრივია ჩვენ სამეზობლოსთან. სომხეთთან უკვე ევროკომისიამ დაამტკიცა გადამცემ ხაზებთან დაკავშირებით გამაძლიერებელი, ასე ვთქვათ, ხაზების ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ინვესტიციები. საკმაოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს თურქეთთან, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპისთვის უკვე თურქეთი საკმაოდ მოძლიერებულია და მათ შორის მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს განიხილავს სწორედაც იმ ბაზრად, რომლის საშუალებითაც გაიტანს უკვე ელექტროენერგიას ევროპაში, ასეთივე დამოკიდებულება აქვს აზერბაიჯანსაც. კარგად ვიცით, რომ აზერბაიჯანს აქვს გაზი, თუმცა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად აშენებს მზის ელექტროსადგურებს. სწორედ იმიტომ, რომ ევროპას აქვს დათქმა და ეს დათქმა არის მხოლოდ განახლებადი ენერგოწყაროებისგან წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტი. ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ ამ პროექტზე ქალბატონო სოფო მინდა გავამახვილო ყურადღება, არამედ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტიც, ეს არის მწვანე ენერგიის დერეფანი. ამიტომ აი ამ ორი პროექტით, ერთი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელზეც წინა წელს ევროკომისიამ დაგვიჭირა მხარი და მოგვცა PMI, წელს უკვე რამდენიმე დღის წინ უკვე ევროპარლამენტმა, საბოლოო ჯამში ჩვენ ჩამოყალიბდებით ისეთ ნამდვილად ძლიერ ქვეყნად, რომელიც არის საყრდენი როგორც ევროპული სამყაროსი, ასევე აზიის. ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა დამრჩა ბევრი თემები ესეთ დეტალებში და ნიუანსებში მინდოდა რომ ჩაკითხოდით, მაგრამ რა თქმა უნდა ვიტოვებ იმედს რომ არაერთხელ შევხვდებით. მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის და მიმოხილვისთვის. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.